მოგესალმებით მეგობრებო, სამწუხაროდ ჩემი და თამო ვაშალომიძის ინტერვიუ წაიშალა სტრაიკის გამო ჩემი არხიდან. არ ვიცი ის ისი ბრალი იყო, ჩემი ჰეითერების თუ თამოს ჰეითერების, ამის გარკვევის პროცესში ვართ, ესე ვთქვათ. ეხლა კი თავიდან დავდებ ამ ინტერვიუს, თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და ძალიან ბევრ საინტერესო ინტერვიუს შემოგთავაზებთ. რას ქვია, მე ვერ გავაკეთო, ასეთი რაღაცა არ არსებობს. ყველა საინტერესებს და მაგიდო დაგისვა ამ კითხვას. კარგი. მეტი არაფერი. ოკეი. ქონია ისეთი შემოთავაზება როლზე, რომ შენთვის მიუღებელი იყო და უარი თქვი? მე სხვათა შორის მინდა ესე ხმამაღლა ვთქვა, რომ ეხლა რატო ამარჩია რეჟისორმა რომ ჩავალ იტალიაში ვკითხავ და მაინტერესებს. ეს ჩემთვის, ჩემს კარიერაში იყო მოულოდნელი შეთავაზება. ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. აი ეს კითხვა არ დამისვა, რა დროს თაყვანისმცემლებია. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია თამო ვაშალომიძე. თამო, გამარჯობა. გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე დღეს. და მე მაინტერესებს თუ ხარ საუბრის ხასიათზე. კი, მე სულ ვარ საუბრის ხასიათზე? ძალიან კარგი. მოდი მაშინ აქტუალური ამბით დავიწყოთ. ფილმში ითამაშე და ამ ფილმიდან პატარა მონაკვეთი გავრცელდა სოციალურ ქსელში. ხო. ჩემი დადებული. ხო. და მე აიტაცა უკვე ხალხი. კი. შენი აზრით რატომ მოყვა ამ ვიდეოს ხალხისგან ესეთი რეაქცია? ალბათ იმიტომ რომ გრამატიკულად არ ვსაუბრობ კარგად ინგლისურად. ეს როლიდან გამომდინარე იყო ეგრე თუ არა, ზოგადად ვერ ვსაუბრობ ინგლისურად და ეხლა სწავლის პროცესში ვარ, აი ეხლა თქვენგან პირდაპირ მივდივარ მასწავლებელთან. შესაბამისად, შეიძლება აქცენტი არ მქონდა ისეთი, როგორც მოეწონებოდა ჩვენ საზოგადოებას საქართველოში. და ამიტომაც რაღაცნაირად უყვართ ხო საქართველოში ატაცება პატარა ასეთი მონაკვეთების. მე ვიცოდი კიდეც რომ რაღაც ესეთი სადღაც მაინც რაღაცას ნახავდნენ. მაგრამ მაინც განათავსე. კი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის, ჩემს კარიერაში იყო მოულოდნელი შეთავაზება. სადაც გეგმაში მოდი აღვნიშნავ და ყოველთვის ვიძახი იმას, რომ მე არ ვარ მსახიობი. ერთადერთი კურსი ეხლა ჩავატარე ამ როლის შემდეგ დამაინტერესა ძალიან თეატრალურმა და ზაფხულში გავიარე პატარა კურსი. დავიწყებ იქიდან თავიდანვე ვთქვი, როდესაც მე დავამტკიცეს როლზე შემთხვევით ესეც ისე მგუცებ მოხდა, რომ ინგლისური არ ვიცოდი და ამ ტექსტს არა მარტო პატარა ეპიზოდურ როლებშიც ვიყავი და ჩემთვის იყო ძალიან საპასუხისმგებლო. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ ხარ იტალიაში. კი ბატონო. თვითონ უცხო ადამიანებში. კი, ჩემი მენეჯერიმთან დამყვება, მაგრამ მაინც უცხო გარემოა, ხო? თან ეს იყო რომიდან დაახლოებით საათნახევრის 2 საათის სავალზე, იყო მთის წვერზე, იმიტომ რომ სიუჟეტი ამ საუკუნეში არ მიმდინარეობს და მე ვიყავი მონაქალი. არ ესეც გაუკვირდა თავიდან, რომ არ ვიყავი გაპრანჭული, ლამა ნაათრევი, განადგურებული, ნაომარი და რომ მომიკლეს და კიდე რომ ვცდილობ რომ გადავრჩე და გავექციან, რომ მიხვდეთ როგორი 4-5 გოგო ვიყავით და ამ 4 გოგოდან ვინც ცოცხალი გადავრჩით, მქონდა ორს მხოლოდ სიტყვა. ერთი და ერთი მე ვიყავი. ეხლა რატო ამარჩია რეჟისორმა რომ ჩავალ იტალიაში ვკითხავ და მაინტერესებს. კი ესნო მკითხო, რატო ამარჩიეთ? ეს ჰოლივუდის ხო იყო პროდუქტი თუ არა? არა, ჰოლივუდის არა, ეს არის იტალიური ფილმი. იტალიური ფილმია. კი ბატონო. მაგრამ ეს თვითონ რეჟისორი ამერიკაში ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. და მე მაინტერესებს როგორ მოხვდი? შემთხვევით ვამბობ, მაგრამ შემთხვევით ხო არაფერი ხდება? შემთხვევით მოხვდი. შემთხვევით ჩამთავაზეს. ჩემი კომპანია თამოსკინი იყო მილანის მოდის კვირეულის სპონსორი. კი ბატონო. მარტში. ნახეთ ყველამ. მიხარია ძალიან, მადლობა. და იქ იყო ეს ერთ-ერთი რეჟისორი და მოვეწონენ გარეგნულად, მაგრამ მეორე იყო რომ უნდა გამეგზავნა ვიდეოს სახით პატარა მონაკვეთი, სადაც ესე იგი ვტირი ვარ და რაღაც საუბრობ. რა თქმა უნდა მე უთხარი ინგლისური არ ვიცოდი, მართლა არ ვიცი ახლა და ხوار მოვატყუებდი. და ჩავწერე ეს ვიდეო დაახლოებით 2 საათში, 2 კვირაში დამირეკეს და დამამტკიცეს. ანუ შემთხვევით მოხდა. რა თქმა უნდა ფილმი 1 საათნახევრიანი და არის რამოდენიმე ესე ტომებად არის დაყოფილი თვითონ ფილმი და მე დასაწყისში ვარ ეს სიუჟეტი დასაწყისში იწყება, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი იყო, განსხვავებული იყო. ხო, ეს ერთი მონაკვეთს ვიღებდით 4 დღე. სიცივეში ინტერნეტის გარეშე დილის 5:30-დან იწყებოდა გადაღება, რომ მიხვდეთ და საღამოს 7-ზე მთავრდებოდა. ანუ და არ იყო ესეთი ადვილი რა, როგორც შეიძლება საზოგადოებას. კი ბატონო, ეკრანიდან როგორიც ჩანს, ეგეთი მარტივი გადაღება არასდროს არ არის, ეგ რა თქმა უნდა. ფილმის განსაკუთრებით, რა თქმა უნდა. ქონია ისეთი შემოთავაზება როლზე, რომ შენთვის მიუღებელი იყო და უარი თქვი?
იცი, როლზე საერთოდ არ მქონია შემოთავაზება. პირველი იყო და სხვათა შორის, ოდესაც მე გამაცნეს, მე ვუთხარი, რომ რაღაცა ესეთი სექსუალური და რაღაც ესეთი ეროტიული რაღაცის შემოთავაზებას თქვა, ანუ მაინც თავი დავისხვი, რომ აზრი არ გქონდა, იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირი ჟანრის ფილმები მომწონს, უფრო დეტექტივები მომწონს, ძველი საუკუნის ფილმები მომწონს და მიხარია, რომ ესეთი შემოთავაზეს მონამ ერჩივნა ყოფილიყავი. გასაგები. წარმატებულ ადამიანად თუ თulis საკუთარ თავს. ჯერ არა, ეხლა დავიწყე. მე ველოდი ამ პასუხს. ეხლა დაიწყე? ეხლა დავიწყე. ჯერ იმდენი რაღაც მაქვს, რაც არ იცი. ეხლა დავიწყე, რა თქმა უნდა. მე ჩემი თავით არათაც არ ვარ ყოფილი. მე არ ვთვლი, რომ მე ჯერჯერობით რაღაც გავაკეთე ისეთი, რომ აი დავიჯდე და ჩემ თავზე ვისად ამო. შენ ეხლა კარგი ხარ. შენ არა, ჯერ ეხლა იწყება. ეს არის დასაწყისი ესე იგი, ხო? კი. და შენ მოდი მაშინ პატარა წარმატება დავარქვათ. დავარქვ. ამ პატარა წარმატებაში შენმა გარეგნობამ თუ ითამაშა დიდი როლი. ჩემმა გარეგნობამ შეიძლება, არ ვიცი, არ მინდა ამპარტავნულად, ჩემმა გამორჩეულმა სტილმა, ალბათ. იმიტომ რომ ეხა ქართველებმა არ იციან მე როგორ მხვდებიან იქ. როგორი ვარ იქ, ხო? ანუ რასაც ვაჩვენებ და რასაც ვდებ ეს არის. ეხლა ხო არ ჩავრთავ ლაივის მეშვეობით და ყოველწელს ხوار ვარაღებ ხალხო ნახეთ როგორ მხვდებიან, როგორ, ანუ ჩემი სტილი მაქვს ჩაცმის მხრივ, საქმის მხრივ, ვარ ძალიან მობილიზებული. ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა ღონისძიება იყოს განსხვავებული ერთმანეთისგან და მოსწონთ ეს. გონი მოსწონთ, ალბათ რო არ მოსწონდეთ, ხო არ და შემთავაზებდნენ კიდე სხვადასხვა, აი ხა მაგალითად ძალიან კაი რაღაცები არის წინ დეკემბერში ძალიან დატვირთული თვე მაქვს რა. ხო და ყოველი ღონისძიება ჩემთვის არის ახალი ნაბიჯი, ახალი ნაცნობობა, ახალი მიზანი და ვფიქრობ გარეგნობამაც ალბათ ეხლა რო გითხოთ რომ რაღაც ჩემ თავს თვლი ულამაზესად და ჩემზე ლამაზების დადიან. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ მე მაქვს რაღაცა ისეთი რომ მე შემიძლია ჩემი თავის წარმოჩენა რაღაცნაირად ისე განსხვავებულად. ესე ვფიქრობ, ალბათ ვარ და რა ვიცი თუ არ ვარ, ნუ ვარ. კომენტარებს თუ აქვს ყურადღებას? კომენტარებს, სხვათა შორის მე ბულინგის მხარე მაქვს ჩაკეტილი. კი, ან ჩაკეტილი ნიშნავს იმას, რომ არ ვღელავ. არ ნერვიულობ დიდად. ეს გამოიმუშავე, ხო? კი, ეს მიწლები, როცა მე გამოვჩდი ეკრანზე, წინა ცხოვრებაში, როგორი ფოტომოდელიც ვიყავი და ასე შემდეგ, აი იმ წლებიდან შეუმუშავეთ ამას, რომ ესე ვერ აყვები ყველა კომენტარს რა, იმიტომ რომ ადამიანები არსებობს, ზოგს მოსწოხარ, ზოგს არ ყველას ვერ მოეწონები, რა თქმა უნდა, მე კომენტარებს ძალიან ვაქცევ ყურადღებას, მე მიხარია, ამაყი ვარ, მე სხვათა შორის მინდა ესე ხმამაღლა ვთქვა, რომ ჩვენი ქართველი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება არის ჩემი აი ეს ნაბიჯები. იმიტომ რომ, როდესაც მე პირველად მოვხვდი ვენეციის კინოფესტივალზე და უბრალოდ ჩემი კაბა მოეწონათ და რაღაც ვიდეოში ჩამსვეს, სადაც უბრალოდ ტრიალდები ჩემი თეთრი კაბით და მომნიშნეს და მე გადავაზიარე და ანუ შოკში ვიყავი, რომ აუ რა მაგარია. ჩვენმა ქართულმა ხალხმა ისე აიტაცა, დაიწყეს და კომენტარება საქართველოს დროშით, ჩვენი გოგო და ანუ ვინ არისო? იმიტომ რომ იმ გვერდზე რომ გადავიდნენ 9 მილიონი ნახვა ქონდა ქართველებისგან, წარმოიდგინე მარტო რომში 3 მილიონია რომ მიხვდეთ და ჩვენ საქართველოში რამდენი ვართ ხო, რომ როგორი აქტიობა გვაქვს და როგორი გვერდში დგომაც გვაქვს. სოციალურ ქსელში ყველაზე კარგად ჩანს თან ყველაფერი, როდესაც კი, უცებ რა ხდებაო, რა არის საქართველოს დროში, ვინ არისო და აი აქედან დაიწყო ყველაფერი მომწერესრობა, ვინ ხარ, აბა რა გაქვს და ну რა თქმა უნდა ჩემთვის პრიორიტეტი ჩემი კომპანიის წისვლა ყოველთვის. აი როცა ჩემი კომპანია იქნება 1-5-6 ქვეყანაში, მაშინ შემეძლება რომ ვთქვა, რომ აი რაღაც დავიწყიეთ ამ. ყველა საინტერესებს და მაგით დაგისვა ამ კითხვას. კარგი. მეტი არაფერი. ოკეი. რა აქვს გაკეთებული თამოვაშალომდის? რა აქვს გაკეთებული? ეხლა ჩამოცვას ხარ დავიწყებ. ბევრი რაღაც მაქვს გაკეთებული ფილერი ტუჩში ჩაოლებრივად. ოღონდ სახეზე ფილერი არ მაქვს და ხალხს გონია ხოლმე რომ სახეზე არ მაქვს ფილერი, ხალხო არ მაქვს. რა ვიცი, კერდი. და ლიპოსაქცია თავის დროზე, როდესაც პირველი ბავშვი გავაჩინე. მე სხვათა შორის მე ძალიან ხმამაღლავს საუბრობ ყველაფერზე. იმიტომ რომ პლასტიკური ქირურგია არის ძალიან სადოდი თემა ქალბატონებს. არა მარტო ქალბატონებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სწორ ადამიანებთან მისვლა, რომ რაღაც ცუდი არ მოხდეს. იმიტომ რომ საეხები, სახეს მნიშვნელოვანი რამეს არ უნდა დაზიანდეს და პირიქით და მე ყოფილა შემთხვევა რაღაცის მიკითხია, რომ აი რა გაკეთებული, აცხვერი მას გაკეთებული კიდევ. აი ხარ რომ ზივა რა აქვს და მე არ გეუბნები, რომ ამ პროფილით მინდა და შემიძლია ყველა პროფილით მე ძალიან იდეალურად მოვერგო. ეს კი ეს არის რაღაც თავ
თავდაჯერებულობა მომატა ამით. კი ბევრი მიწერს ის ცხვირი გვერდჩვენა, მაგრამ მე მაგალითად ახლა ეს ცხვირი უფრო მირჩევნია. თავარია შენ როგორ გძნობ თავს? რა თქმა უნდა, შენი კომფორტია თავარი. რომელიმე ქართველი ქალის თუ შეგშურებია? შურიანი არ ვარ, ზოგადად. არ ვარ, მაგრამ ძალიან მე ამჯერ არც ეთრი შურის და არც შავი შურის. ძალიან ბევრი ლამაზი ქალები ყავს საქართველოში. ჩემზე ლამაზებიც რა თქმა უნდა. წინასწარ. ანუ ეხლა ესე დაკონკრეტება არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან, ის უფრო კარგია, ძალიან ბევრი შოუ ბიზნესშიც და არა შოუ ბიზნესშიც. ამ კითხვას ვეღარ დავსვა, იმიტომ რომ ისე გამსაპასუხი რომ ჯერ არ ვარ წარმატებული, მოდი ამ კითხვას გადავახდები. თავდადლობიდან გამომდინარე. არა, რეალურად ვიცახი, მე არ ვიცი ვისთვის რა წარმატება რითი იზომება, მე ცოტა სხვა მიზნები მაქვს ცხოვრებაში. როცა მე ვიტყვი იმას, რომ ეს რაღაც გავაკეთე და ეხლა მე ეს ნაბიჯ მივდივარ და ზოგადად რაღაცა რომ კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვცდილობ რომ ბედნიერი არ ვიყო. აი ჩემ თავს კეტავ ხოლმე ბედნიერებისგან, იმიტომ რომ მგონია რომ ამ ბედნიერებას რო თუ შევირგებ, რაღაც ცუდი დამემართება. მართლა? კი, ამიტომ რაღაც ეგრე ხوار გაქვს სტილი ცხოვრებაში. და იქიდან გამომდინარე ხო არ მიიღე გაკვეთი. შეიძლება იცი თვითდაცვა ალბათ ესე მაგ გამომუშავებული, იმიტომ რომ ალბათ ყოფილა პერიოდი, როდესაც ძალიან ბედნიერი ვიყავი და რაღაც მე-9 საათზე და რაღაც მოხდა. ამიტომ რაღაც რო ხდება ხოლმე კარგი. მიხარია ხტუნაო ჩემთვის, არ ვიცი, მკივი ვარ, წევი ვარ, ანუ ძალიან და მე მაინც გავჩერდები ხოლმე. თამო, აი ეს გავჩერდები, თამო გაჩერდი. შეირგე ახლა რა მოიღო რომ არ მოხდეს. ჯობია შეთვის იყო. ცხოვრებას გეგმოვისე? რაღაც ეტაპებს რო აი ამის მე ამას გავაკეთებ. ეს მოხდება შემდეგში? ცოტა არა, კი, გეგმავ. გეგმავ კიდეც, მაგრამ გეგმის გარეშეც ხდება ისეთი რაღაცები, როცა მაგალითად რაღაც მოულოდნელი ვარ, კარგია, მე რისკიანი ვარ. მე შემიძლია ისეთ რაღაც გავრისკო, რაც ჩემს სახლობლოში უბრალოდ ბიზნესშიც ყველაფერში რისკიანი ვარ. და რისკი გადგება ცხოვრებაში? კი. კი. მე მირჩევნია გავრისკო და რაღაც წააგო? ხო, აი თუ წავაგებ, ხო მეწოდინება რომ ხო, შემდეგში ეგრე აღარ გავაკეთებ. კი, ბატონო, გაკვეთილად იღებ. კი, ძალიან. პროფესიით ვინ ხარ εσύ? პროფესიით არაფერი არ ვარ. დავითავრებია უნივერსიტეტი ხო. საშუალო სკოლა დავაფსრულე. მინდა და ფსიქოლოგიაზე ჩამებარებინა. სასულიერო სემინარიაში, ეს მქონდა გეგმაში, მაგრამ ისე მოხდა, რომ სკოლა როგორც კი დავასრულე, დავიწყე, წამოვედი სახლიდან და დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე და ამიტომ არ მქონდა ახლა იმის არც დრო და არც არაფერი, რომ მე ჩამებარებინა, ჩემი თავის გადარჩენაზე ვიყავი ორიენტირებული და აი ესეთი უსწავლელი და დაუმთავრებელი არ ჩამოვარდი. მაგრამ ეხლა ხო სწავლობ რაღაცებს? ეხლა სწავლობ, ეხლა მაგალითად ინგლისურზე დავდივარ, ასევე თეატრალური კურსებზე უნდა გავაგრძელო. თეატრალური როლის შემდეგ გადაწყვეტე? კი, იმიტომ რომ გაინტერესა ხო? ძალიან, სხვა სამყაროა. უბრალოდ ემოციის პროცენტულობაც კი არის, ანუ 60% ბედნიერება, აი, იმდენად ძალიან საინტერესოა და რაღაცნაირად ისეთი კარგი პერიოდი დაემთხვა ჩემ ცხოვრებაში, ძალიან ესეთი ცოტა არ ვიყავი კარგ მდგომარეობაში, ჩემ ფსიქოლოგიურად და კარგად დაემთხვა, გადამატანინა, ძალიან საინტერესოა. ძალიან და განსაკუთრებით პრემიერის დღე, როდესაც თამაშობ და ფილმში გაქვს რამოდენიმე დუბლი. ხო, ანუ რაღაც ვერ იქ არ გაქვს. იქ ერთი შანსი გაქვს და უნდა იქ მეორე შანსი არ გექნება. ხალხი ზის 200 ადამიანი დარბაზში და გელოდება. იქ შენ უბრალოდ ვერ იტყვი უკაცრავად, რაღაც დამავიწყდა ტექსტი, აბა რა ხდება? ანუ იქ უნდა გახვიდე და სეტი როგორი იყო? ჩემი სიუჟეტი, პრემიერის? არა, გადაღების სეტზე მაქვს საუბარი პროცესში. იმიტომ რომ ხა იქ ძალიან ნერვიულობ ფაქტია ხო? ნერვიულობ, მაგრამ როდესაც ის მომენტი დადგა. საქართველოში არ ხარ, ქართულ სტავთან არ მუშაობ და ეგ დიდი პასუხისმგებლობა ექნება. ჩამოხდნენ. ყველა მსახიობები, რეჟისორები, მე გადაღების დროს მინახავს ოპერატორები როგორ ხასიათზე არიან. იქაც ეგრე არიან? არა, ძალიან კარგი ხალხი იყო. ყველა მზრუნველები. რაღაც რო არ მესმოდა ხომ ინგლისურად ეს ჩვენი მსახიობები ხელმეორედ მიმეორებდნენ და ასე შემდეგ რა. უბრალოდ რაც იყო, დაემთხვა სიცივის დრო, ძალიან ციოდად. რაღაც ანუ ეს იყო რა მციოდა უბრალოდ და როგორც კი გადავიღებთ რაღაც პლედებს შემოგვახვევდნენ ხოლმე ის იყო რომ უბრალოდ აი ახლა ჩვენ რო საუბრობთ ეს საუბარი შეიძლება 6 საათი გაგრძელებულიყო ტუჩები აი ხელი ყველაფერი იმდენად ძალიან აკვირდებიან მე ხლა აქ რამოდენიმე წლის წინ რაღაც კომენტი კლუბში თამაშობდი მე და იუმორი ცოტა შორს ვართ ამიტომ რომ გითხრათ რომ ჩემი მე და კომედია მეგობრობთ არა საერთოდ საშინელებ მსახიობი ვარ ანუ არ გაკიტირებ კი იტირებ პირიქით არ გაგეჩნდება კი, ამიტომ მე ხო ვიცი აკაური გადაღებას და აი მაგითო გითხეს ეს მაინტერესებდა აკაური ძალიან საინტერესოა და აი ამიტომ მომცა мотиваცია რომ უფრო მეტი მინდოდა რომ გამეკეთებინა. ისე იმედგაცრუების შემდეგ როგორი ხარ ხოლმე?
იმედგაცრუების შემდეგ ვარ, არ ვიცი, აი როგორი ვარ, ახლა ჩემთანაც დაგეხასიათებთ. ძველად ვიკინგების პერიოდში ქალები დიდ რკინის საბჭოს შემოიცნობდნენ და კაცები და ბრძოლაში რომ მიდიოდნენ დანაჩანგლით თუ დანა ისა ხმლით უბრალოდ. აი ასეთი ვარ. მე არას რომ მეუბნება ვიღაცა რაღაცაზე, იმდენად პირიქით ბრძოლა მერთვება, რას ქვია, მე ვერ გავაკეთო, ასეთი რაღაცა არ არსებობს. ანუ უნდა გავაკეთო პირიქით. ჩემთვის იმედგაცრუება უკვე ისე არის ამ ცხოვრებაში, როგორც გამარჯობა. ასე რომ მე ვიბრძვი, მივდივარ, მე მივხვდი იმას, რომ მე ჩემი ცხოვრება არის ისეთი, რომ ადვილად ვერც კი გავფრინდები. რაღაც უნდა დამემართოს, ან თვითონ უნდა გავფრინდეს. ან რაღაც მე ხო, ან ადვილად ვერ მოვალ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ბევრი ადამიანის გამსმენია, არ დაგიმალო მსგავსი და ჩვენ თვითონ ადამიანები ხო არ ვიქნით, მაგ ილუზიას რო ეგრეა ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი. ბიჭო, რატო არის რეალობა ახლა რეალურად გეუბნებთ, რატო არის? მარტივად რო შეხედო ხოლმე მაგ დროს. მარტივად ვცდილობ, გამიფრინდა თვითმფრინავი ვიჯექი ველოდებოდი მეორე ერთხელ. ამაზე ადვილად როგორ შევხედო მითხარი. ანუ ერთი საათი გქონდა გადაჭრა ბოლოს რაც დამემო. ვიჯექი ველოდებოდი, ანუ არც მინერვიულია, ამიტომ მარტივად შევხედე. და ყველაზე დიდი იმედგაცრუება შენ ცხოვრებაში რა ყოფილა? ადამიანები, ვინც მაგალითად მეგონენ, რომ იყვნენ ჩემთან, ჩემი ადამიანები იყვნენ. მე ვარ ძალიან ჩაკეტილი ადამიანი და არ მყავს ახალი მეგობრები. ვინც მყავს, ხო? ყველა არის ძალიან ძველი, ბავშვობიდან მოდიან და თუ არიან რაღაც 15 წლის მეგობრები, ანუ ახლანდელი შეძენილი არც მყავს. და ძალიან ისეთი ადამიანი ვარ, ანუ გულთან არ უშვებ ყველას. და როცა მე ადამიანებს უშვებ ჩემს ცხოვრებაში და მე ვთვლი ჩემ ადამიანებად და გადის პერიოდი და ხედავ რომ ის ადამიანები თურმე ყოფილან, ჩემი კი არა, მტრები. აი მტრები რაღაც ხო, აი ეს არის იმედგაცრუება, მაგრამ არა უშავს ხდება. ადამიანის გამოსწორების გჯერა ისე? არა. მაგრამ ხო, ერთხელ თუ გაზრდის მჯერა, მაგრამ გამოსწორების არა. აი, ხო, რა თქმა უნდა, გაგიცრუა იმედი და მორჩა, ხო? ასრულებ თუ დისტანცირდები მაგ დროს ადამიანებთან? გააჩნია რა საბაბით. მაგასაც აქვს თავის რა გააკეთა. არის რაღაც წითელი ხაზები ჩემს შინაგან თამოსთან, რაც ვასრულებ. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ადამიანი მეც ხანდახან ძალიან ისეთი ენა მაქვს ხოლმე ანჩხლე და შეიძლება ვაწყენო ჩემ მეგობარს და მე მიუბრუნდე და უთხრა ბოდიში მოუხალდო, გააჩნია ხო რა იქნება და თუ ისეთი ძახას გადაკვეთს, რაც ჩემს პრინციპებს და ჩემს არ შეესაბამება, სუმრო გიждდებოდე და ვასრულებ. ვიდეოებში ხშირად ახსენებ, რომ ძალიან ბევრს შრომობ. რა ვიცი, ხო, შრომობ. შრომა ყოველთვის ფასდება? კი. კი? თავის დროზე კი. შეიძლება გვეგონოს რაღაც მოხდეს და გვეგონოს, რომ აი არა, მაგრამ არ უნდა ვიყოთ ცხოვრების უმადურები. იმიტომ რომ ყველაფერს მე კარმის მჯერა იცით? ხო. და მჯერა იმის ბუმერანგის პრინციპით ხო, რომ აი მთავარია ვიცხოვროთ სწორად, ვიშრომოთ და ყოველთვის დაფასდება. თამოსკინზე მინდა კითხო. შრომასთან ასოცირებულია შენ შემთხვევაში. როგორ ფიქრობ, საქართველოში ყველაზე კარგ პარფიუმერიას აკეთებ? მოდი ასე ვიტყვი. მე ამბიცია პირველობაზე არ მაქვს. გეტყვი, მე სწორედ მინდა გაიგოთ. მე მაქვს ჯანსაღი კონკურენცია, მაქვს შინაგანად, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრი, არა მარტო ქართული, არამედ უცხოური ბრენდები შეგვხვდება აფთიაქებში. მე ვფიქრობ, რომ თამოსკინი გამოირჩევა თავისი პროდუქტის შემადგენლობებით და ხარისხით. მე მაქვს ამბიცია ის, რომ ჩემი პროდუქცია არის განსხვავებული ყველა ბრენდისგან. აი ამის მაქვს რა თქმა უნდა. და თვითონ ხალხმა უნდა შეაფასოს. რომ არის თამოსკინი პირველი თუ რა ვიცი. ხალხმა მე არ მაქვს უფლება, რომ ისე რამ გადაგაწყვეტინა, რომ ამ საქმეში შესულიყავ ესე ვთქვათ. მე ყოველთვის მიყვარდა თავის მოვლა. განსაკუთრებით როცა ორსულობის პერიოდში გადავწყვიტე და ქალებს სტრების პრობლემა ხო იცით ორსულობაში ყველაზე მეტად აქვს და აი აქედან გამიჩნდა იდეა, რომ კარგი იქნებოდა. რომ რაღაც გამიკეთებინა ჩემი. რისკიც ხო არის, ანუ მაგ დროს როდესაც ამ საქმეს ხელს კიდებ, ძალიან ბევრი რისკია. და რისკიანი ვარ თქო. აჰა, და გარისკი. კი ბატონო. ყველაზე ბედნიერი ცხოვრებაში რომელ ეტაპზე იყო? ყველაზე ბედნიერი ვიყავი რა როცა ბავშვები გაჩნდნენ. რა თქმა უნდა, უდაოდ, იმიტომ რომ ნიშნულობა არ აქვს ამდენი ბავშვი შეგეძინა პირველი თუ მეხუთე ყოველთვის ახალი ემოცია და ახალი სიხარულია და ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა მივდივარ სახლში და ორივე მეხუტება. რა თქმა უნდა, ამას ბედნიერი არაფერი არ არსებობს. ძალიან სასწაულბასოხი იყო, კი, მეც გეთანხმები, მე როგორც მშობელი, მეც ეგრე გეთანხმები, რომ ამას დიდი ბედნიერება არ არსებობს.
და მაინტერესებს როგორი არის საუკეთესო დედა მაშინ შენი აზრით. საუკეთესო დედა ყველა ადამიანისთვის დედობა სხვანაირად განისაზღვრება, ხო? ჩემთვის, ჩემი მოცემულობით მე მინდა რომ ვიყო საუკეთესო დედა, 7. ბავშვებს მივცე სიმშვიდე, სიყვარული და კარგი მოგონებები. Ну, რა თქმა უნდა, იქ მატერიალური მხარე, განათლება, კარგად ცხოვრება და ასე შემდეგ და კარგი შვილები მინდა აღვსარდოს, დილობიანები, ყველანაირ აი სნობი ბავშვები არ მინდა რომ იყვნენ. იმიტომ რომ ჩემს გარემოში გარშემო მყოფები ძალიან სხვანაირად ძდიან ბავშვებს. კი არა ის მე რა უფლება მაქვს მე მინდა რომ ჩემი შვილები როგორებიც არიან და ძალიან კარგი შვილები მყავს. თბილები ყურადღებიანები, იციან როგორ გამახარონ, ხო? და მინდა რომ ვიყო აი ეს ვაჩუქო, როცა დიდები გაიზრდებიან, დავუშვათ ბუხართან და ჩვენი მოგონებები გავიხსენოთ ძალიან ტკბილად და მე ვფიქრობ რომ ეს ბავშვების წლები არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორი ადამიანები ჩამოყალიბდებიან, რა ემოციას მისცემს მშობელი. აი ეს წლები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვითომ შეიძლება ვიღაცამ თქვას გაიზრდებიან და დაავიწყდებათ, აი ხორცლამდე დაავიწყდებათ, ხო? ეს ხო გაგიგიათ? არა, აი ეს პერიოდი ყველაზე ჩემი შვილები არიან 4-ის და 7-ის, ხო? აი 5-ის ხდება და 1-ის ხდება. და ვფიქრობ რომ არ ვიცი თვითონა გადაწყვეტონ როგორი დედა ვიქნები მე მინდა რომ კარგი დედა ვიყო. შენი ასე საუკეთესო დედა ხარ ახლა? მე ჩემ თავზე ამას ვერ ვიტყვის, თვითონ უნდა მითხრა ბავშვები. როგორც შევამჩნიეთ, საკუთარ თავზე საუბარი არ გიყვარს. ხო, მირჩევნია სხვა მილაპარაკოს. გასაგებია. შენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია ის? ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე იწყება ძირითადად 12 საათზე. რატო? მაგასაც ესე შევმხედე რომ რატო? იმიტომ რომ მე ვიძინებ დილის 6 საათზე. 6-იან 5-ზე. ძალიან ბევრი წელია, აი ასეთი გრაფიკი მაქვს და ვცადე ხა მეტყვი რატო არ იძინებ? არა, ასეთი გრაფიკი მაქვს. ასეთი? მაგრამ 12 საათი მაინც გამიკვირდა. ხო, რატო ხო? ბავშვები როდესაც პატარები იყვნენ, მაშინ როგორ შვებოდი ხო? იცი რა იყო? ბავშვები არ იძინებდნენ და იმ წლებიდან როცა უძილობა გქონდათ, იმდენად ხამის თევები მქონდა, რომ ვეღარ გადმოვერთე. და აი ასე იმ პერიოდიდან შემრჩა. ეხლა მაგალითად მე როგორ ვიყენებ აი ამ პერიოდს ხოლმე. ჩვენთან რო არის ხამის 4-ის ნახევარი, კორია იღვიძებს. და კორიაში ახალხას ვაკეთებ თამოსკინის. და უკვე მასთან მაქვს კონტაქტი. სპეციალურად შეახამე, ხო? ძალიან იდეალურია. და საქმეს ვაკეთებ ხოლმე მე, მაგრამ ხო ჩემი მენეჯერი მჭირდება, იქ უკვე პრობლემა ხამის 4-ის ნახევარზე. ან ვცდილობ რომ მოვიძიო მთელი მსოფლიოს პროდუქტები ვნახო რა არის, ანუ ჩემი კომპანიისთვის ამ ფილმს ვუყურებ. კაი, გავიღვიძე 12 საათზე. ჩემი რუტინა არის, ჩემი სკინკი არის, მე მივდივარ შეხვედრაზე, მე ბავშვი გამომყავს სკოლიდან, ბაღიდან, კიდე შეხვედრაზე, ან გადაღებაზე და აი, სულ საქმეში ვარ. საქართველოში სულ ვცდილობ საქმეთ ვიყო დაკავებული და აი თუ მეგობრები შევიკრიბებით საათმე, დავჯდებით კაფეში და ჩაწერადეს მეგობართან ერთად მოვიდო. ხო. ჩემი საუკეთესო მეგობარი. კი ბატონო, დასვენება გიყვარს ისე? მე ვარ ადამიანი, რომელსაც დასვენება არ შეუძლია. ვიცი, არ ვიცი როდის დავისვენე ბოლოს. ალბათ 1-2 წლის წინ დავისვენე. ხო, არ გჭირდება ნუ, არც შენ. იცი როგორ არის? ეს ბოლო 1 წელია, ძალიან ბევრი ფრენა მაქვს. და ხო შემიძლია ერთი დღით მეტი ავიღო, ვინებს კაიგებს ახლა. მაგრამ იმდენად არ მინდა ხოლმე ჩემი ბავშვებს ვინც მიზრდიან, რომ დავტვირთო და ერთი და მენატრები ბავშვებს, როგორი ამ თვეში სამჯერ მომიწია გაფრენა, რომ მირჩევნია ხოლმე, რომ ჩემი საქმე მოვითაო და უცებ აქ გავჩნდე. ჩემთვის დასვენება გითხრათ რა არის ძილი. აი ერთ ჩემთვის დასვენება არის ყველაზე კარგი რო არ ავდგე საწოლიდან ერთი მთლიანი დღე და ფილმს ვუყურო. ამით უფრო დავისვენებ, ვიდრე სადმე წავიდე. არ ვიცი, ზღვაზე და არ ვიცი როდის დავისვენე მართლა. ვერ ვისვენებ. მითო ხო მინდა დასვენება, მაგრამ სულ მუშაობაზე ვფიქრობ, სულ რაღაცაზე განვითარებაზე ვფიქრობ და ალბათ მოვა ახლა ის დრო, როცა ვიფიქრებ დასვენებაზე. ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. აი ეს კითხვა არ დამისვა, რა დროს თაყვანისმცემლებია. თუგინე ჩასი რა დროს, ანუ ეს პერიოდი არის 25 წლის გოგოს უნდა კითხო, რა დროს თაყვანისმცემლებია. აი გეხეწე. კი ბატონო, აი. გამახსენეთ თინეიჯერო. მოკლედ ბოლოში გვაქვს ესეთი რუბრიკა top 5. და მე მინდა გკითხო შენი საუკეთესო top 5 ბრენდი რომელია? სკინკი არის თუ ზოგადად? ზოგადად. მე-5 ადგილით დავწყოთ. მე-5 ადგილი. უკავია. მე-5 ადგილზე? მოდი გუჩი ვთქვათ. გუჩი მე-5 ადგილი.
იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლოგო აქვს და არ მიყვარს Friends Rocks თავის რეკლამას რო აკეთებს. მეოთხე ადგილი იქნება Rode Skincare-ზე, იმიტომ რომ მომწონს მარკეტინგი, ძალიან კარგი მარკეტინგი აქვს, მაგრამ რაღაცები ანუ ზეთი რაღაცები არ მომწონს, მაგრამ იყოს მარკეტინგის გამო მივცემ მეოთხე ადგილს. მესამე ადგილი იყოს აი მე რაც უთი კითხვა და თან მინდა რომ ორივე ხას შევეხო. მესამე ადგილი იყოს მოდი Chanel-ი. არა და Chanel-ის უნდა მიყვარს, მაგრამ ტანსაცმელი ცოტა აი ისეთი აქვს ყოველდღე რო ჩაიცმევ რაღაც საღამოზე რომ და ჩაიცო ცოტა ისეთი შეხვედრა რო გვიწევს და ასე შემდეგ, მაგრამ მიყვარს ან დახვეწილია და სადაა და ძალიან მომწონს ისადავე. სადაც ჩემი კომპანიასთან ჩამევსო, მაგრამ იყოს სხვა ჩასვას ვერ ჩემი. მეორე ადგილი იყოს Dior-ი. Dior-ის ბრენდირება მომწონს და მომწონს მათი განსხვავებული ასე ვთქვათ საახალწლოდ ვალენტინობას ლიმიტირებულ გამოშვებებს აკეთებენ ძალიან კარგს. და პირველი ადგილი. აი ეს უკვე ძალიან რთულია პირველი ადგილი. მე ძალიან რთულია. გეკონებათ რაღაც კონკურსზე გავდიოდეთ. პირველი ადგილი Selena Gomez-ის ბრენდს რა ქვია? მიხვდებიან ჩვენი მაყურებლები. ძალიან კარგი ხარისხის პროდუქცია აქვს skincare-იც და დეკორატიული ხარისხებს ფანტასტიკური. გასაგებია. სამოვალო გეგმები რა გაქვს ეგ მაინტერესებს, მოკლედ რო შევეხოთ. ყველაზე პრიორიტეტი გეგმა მაქვს რომ მილანში ხსნი მაღაზიას, პირველ მაღაზიას ევროპაში, თამოსკინის საქართველოში სტენდები მაქვს და მაღაზია არ მაქვს ხსნი და არ ყოფილა ასეთი ადვილი, იმიტომ კი არა რაღაც იმიტომ რომ რემონტი და იმდან ბევრი დეტალი და ისეთი გემოვნება მაქვს მე და მე ვარ მაქსიმალისტი ადამიანი. რაღაც საშუალო არ მიყვარს, მერჩევნია ცოტა დროში დიდხანს გაიწელოს და ძალიან კარგი გავაკეთო, ვიდრე რაღაცა ერთ თვეში. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება თამოვაშალომიძეს თვითონ, რა ვიცი. ნახავთ ყველაფერს ხომ? ნახავთ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიახლე გელოდებათ. ამერიკაში მივფრინავ, ნიუ-იორკში და მიხარია, იმიტომ მიხარია რომ ჩემი საოცნებო იყო და ვიზა ძალიან ადვილად ავიღეს, ფოტოშოპზე მიხარია. ამიტომ ღონისძიება აქვს თამოსკინს 5-ში, 5 დეკემბერს. ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრებით და ეს მაქვს ახლა მომავალში 5 დეკემბერს. ძალიან კარგი. და ბოლოს რას ეთყოდი იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონს თამოვაშალომიძე? არ არის აუცილებელი მოგწონდეთ. წარმატებებს გისურვებ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ გვესტუმრე. მადლობა. მე მომწონს შენი გადაცემა. დიდი მადლობა. და რეიტინგს წარმატებებს გისურვებ და ბევრ სპონსორს. დიდი მადლობა. დროებით. ნახავთ. მე არ ვსო, მაგრამ გაგიგა კომპანია.